ამასობაში დეპორტაციები დაიწყო. მოკლედ ტრამპი ასრულებს თავის დაპირებას და დაერია რა არალეგალურ მიგრანტებს პროცესი დაიძრა რა. უკვე იყო პირველი რეისები. 4 თვითმფრინავი მექსიკაში გაუშვეს ამ არალეგალებით წავსე და 3 გვატემალაში. პირველი რეისი გვატემალაში იყო. ეს ხდება დეპორტაცია სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით. ეს რაღაცა რუსულ დეპორტაციას უფრო გავს. ევროპაში უფრო ცივილურად იციან, ბილეთს აგიღებენ. შეიძლება მე ტაქსის ფულიც მოგცენ, რომ სახლამდე მიხვიდე და აქ არა. ამერიკელები ჟოსტკად მოქმედებენ. რაღაცა რეიდები დაიწყო სხვადასხვა ქალაქებში. მათ შორის ნიუ-ჯერსიში, ბოსტონში. ესე ხელმორგილებით და დავაი თვითმფრინავში და სამშობლოში. ზეითად კრიმინალში შემჩნეულ ტიპებს იმაშვებით, მაგრამ ვინ იცის ახლა, ვინც მოყვება რა. ეს ტიპი არის, ყველაფრის ხელმძღვანელობს ეს რა, სუფთა ბულტერიერის სახე აქვს ნახე რა, უყურებ შეგეშინდება. ეს კალი ეკითხება ჟურნალისტებს, გაგრძელდებაო თუ როგორ იქნებაო და კიო გაგრძელდებაო და კიდე უფრო გაფართოვდება მასშტაბები, ხა დავიწყეთო რა. ჯერჯერობით 528 კაცია სულ დეპორტირებული, მაგრამ მილიონებს გეგმავთ რა. და არა აქ ქვეყანასაც მნიშვნელობა ხა. არალეგალი არ არის რა, კაი პონტია. მაგრამ აქცენტი მაინც ამ ლათინოსებზე აქვს რა. რა თქმა უნდა. ქართველების ზებნას არავინ არ დაიწყებს აქ. ესე საკრიმინალო ისინი რა ელემენტები რა. ტონი მონტანები და რამე. ეგეთ პერსონაჟებს. ეს მე მგონი ნიუ-ჯერსია, ხო? და საზღვრის გამაგრებაც გრძელდება რა, იქ არმია გრობეს აკეთებს რაღაცას. მნიშვნელოვანი კიდე ის იყო, რომ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს დაბადებით მოქალაქეობის მიღება აღარ იქნება რა, ეგ ჩვენებიც რო ვიღაცები ჩადიან, იქ იმშობიარებენ და იქ გაჩენილ ბავშვი უკვე ამერიკის მოქალაქეა რა. ეს გააუქმა ტრამპმა, მაგრამ ეგ სასამართლოებში უჩივლეს რა ვიღაცებმა, ეგ უფლებადამცველებმა და იმათმა და ჯერჯერობით მე მგონი არ მოქმედებს ეს რა. ტრამპი რაღაც მოიფიქრებს ხოლმე წინა ვადის დროსაც ხო ეს პერკეტი ჰქონდათ, რომ სასამართლოები და მე სასამართლო აჩერებდა ამ გადაწყვეტილებას რა. მაგრამ ეხლა აქ ცოტა შეცვლილია სიტუაცია. უზენაეს სასამართლოსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ რა. რაღაც ინსტანციები ხო უნდა გაიაროს იქ სააპელაციოის და ბოლოს იქ რომ მივა იქიდან. მაგრამ ეს ხანგრძლივი ის არის რა, ეს ხა ესე უცებ ეს ამერიკა არ არის რუსეთი ან რავი ჩინეთი, რომ პირველმა პირმა თქვა და всё ყველაფერი ესე გაკეთდება. რაღაც წინააღმდეგობა რა თქმა უნდა ყველა ნაბიჯზე ექნება ტრამპის გადაწყვეტილების, მაგრამ პირველ ვადასთან შედარებით ეს წინააღმდეგობა იქნება სუსტი, იმიტომ რომ სენატიც რესპუბლიკელების არის, კონგრესიც შესაბამისად უზენაეს სასამართლოც და უფრო გაიტანს რა ამ თავის რაღაცებს რა. და საზოგადოებაში ხარდაჭერა აქვს რა ტრამპს რა. იგრძნობა რომ ამერიკელები დავაიო რა, მეტი შეუბერეებლებიან.